მინდა რომ გულწრფელად გითხრათ ის, რაც ჩემს გულში და გონებაშია. ხშირად უყურებ ჩემზე არსებულ ჭორებს გვერდიდან და მეღიმება. უამრავი მითი ჩემზე და მცდელობა რომ როგორმე შემაფერხონ. მე მაქვს რაღაც ისეთი, რაც ჩემი პირადი საკუთრება საერთოდ არ არის. ეს ნიჭი, ენერგია და შესაძლებლობები, რაც უფალმა მომცა, სინამდვილეში თქვენ გეკუთვნით. იმ ხალხს, ვინც ამ ყველაფერს აფასებს და ვისთვისაც ამას ვაკეთებ. მე უბრალოდ ამ დიდი საჩუქრის დროებითი მართველი ვარ და ჩემი ვალია ის თქვენამდე მოვიტანო. ბევრს გონია რომ ყველაფერს ხედავს, რაც ჩემს ცხოვრებაში ხდება, მაგრამ დამიჯერეთ, ყველაზე საინტერესო ამბები კამერის მიღმა რჩება. არის მომენტები, როცა სიჩუმეში უფრო დიდ ბრძოლებს ვიგებ, ვიდრე საჯაროდ. ზოგჯერ ისეთი რამეები ხდება კამერის მიღმა, რომ ერთ დღეს ამაზე წიგნის დაწერაც კი შეიძლება. ხშირად როცა გონიათ რომ დავიკარგე, სწორედ მაშინ ვამზადებ ყველაზე დიდ ნახტომს. ეს ყველაფერი მხოლოდ მზრდის და უფრო მეტ ძალას მატებს. ყველაზე მეტად მადლობა თქვენ გეკუთვნით იმ ადამიანებს, ვინც მიუხედავად ყველაფრისა ჩემს გვერდით ხართ. ისე რომ დავფიქრდი, ბრძოლა მაშინ ხდება აზრიანი, როცა იცი ვისთვისაც იბრძვი. მე არ ვხარჯავ დროს იმათზე, ვინც ჩემს ჩრდილს ებრძვის. ყოველი რთული დღის შემდეგ, როცა ვფიქრობ ღირს თუ არა ეს ყველაფერი, მახსენდება თქვენი თვალები, თქვენი სიტყვები და ის უხილავი კავშირი, რომელიც ჩვენ შორის არსებობს. ეს კავშირი იმაზე ძლიერია, ვიდრე ნებისმიერი ცილის წამება. თქვენ არ უსმენთ ჭორებს, თქვენ გრძნობთ სიმართლეს, თქვენი მხარდაჭერა ის ძალა, რომელიც მახსენებს, რომ არ მაქვს უფლება გავჩერდე. რადგან ჩემი ნიჭი თქვენი კუთვნილებაა და მას ბოლომდე დაგიბრუნებთ. დარწმუნებული იყავით. მინდა იცოდეთ, რომ მეც ისეთივე ადამიანი ვარ, როგორც თქვენ, თავისი სისუსტეებით, ტკივილებით, იმედებით თუ ცოდვებით. ჩემთვის ერთი ჩვეულებრივი ადამიანისთვის ყველას დიდი გამარჯვება არა ვინმეს დამარცხება, არამედ იმ ადამიანობის შენარჩუნება, რომელიც ხშირად ამ ბრძოლებში იკარგება ხოლმე. მინდა რომ ჩემს საქციელში ყოველთვის ხედავდეთ არა მხოლოდ ნიჭიერ თუ ღვთისგან რჩეულ ადამიანს, არამედ მეგობარს, რომელიც თქვენს გვერდით დგას. საბოლოო ჯამში მხოლოდ ის სიკეთე და სითბო რჩება, რასაც ერთმანეთს უზიარებთ. წინ კიდევ ბევრი ისეთი ამბავია, რომელსაც ვერც კი წარმოიდგენთ. ბევრი სიმართლეა სათქმელი და ბევრი მწვერვალია დასაპყრობი ერთად. ასე რომ მოემზადეთ, მთავარი თავგადასავალი ახლა იწყება და ამ გზაზე მე თქვენი იმედი მაქვს. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი ყოველ ნაბიჯზე. უფალმა დაგლოცოთ, გაგაძლიეროთ. უფლის წყალობა და მადლი იყოს თქვენს ოჯახებში, თქვენს საქმეებსა და ყოველ კეთილ ჩანაფიქრში. და თქვენი გზა ყოფილიყოს ნათელი, სავსე სიყვარულით და იმ გამარჯვებებით, რომლებსაც ასე იმსახურებთ. მადლობა, რომ ხართ ჩემი ძალა და ჩემი დიდი ოჯახი. სიკეთე ყოფილიყოს თქვენი მუდმივი თანამგზავრი ამ ქვეყანაზე. უფალმა გაგახაროთ და გაგაძლიეროთ.